გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის უკონტაქტო ურთიერთობა. ამაში გულისხმობა ურთიერთობა, როდესაც ამ მომენტში თქვენ არ გაქვთ ხშირი კომუნიკაცია. ან შესაძლებელია ასევე ადამიანი არის დისტანციაზე, შესაძლებელია იყოს საზღვარგარეთ და იშვიათად გაქვთ კომუნიკაცია. ან კიდევ ერთი ვარიანტი, როდესაც რაღაცა მოხდა თქვენ შორის და ამიტომ ან თქვენი ინიციატივით, ან მისი ინიციატივით, ასე ვთქვათ, გაწყვეტეთ დროებით მასთან ურთიერთობა. ეხება, რა თქმა უნდა, თქვენს სიყვარულს ეს ვიდეო. ანუ ადამიანში მოვიაზრებთ თქვენს შეყვარებულს ან კანდიდატურას ამ პოზიციაზე. კარგით. მისი სიგნიფიკატორი კარტი ვნახოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს ვიდეო სწორად აირჩიეთ, თქვენი ადამიანი, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ, ვინ არის ის? ეს არის იმპერატორი ჯერფასება, შეხედეთ. ეს არის ადამიანი სიტყვის კაცი, ადამიანი ღირსეული, ადამიანი ტემპერამენტიანი, სერიოზულში იგულისხმება რა? ანუ მის სიტყვას აქვს ძალა და ის დაუფიქრებელ ნაბიჯებს არასოდეს არ დგამს. მას აქვს კარგი დისციპლინა, აკონტროლებს საკუთარ ემოციებს, გრძნობებს და შესაძლებელია არის ხელმძღვანელი პირი სადმე. ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ მეომარი, მებრძოლი, ადამიანი, რომელიც ცხოვრების ქარტეხილებს ხართ შებმული, ასე ვთქვათ. ამ მომენტში შეიძლება შემოგდეთ უამრავი ფიქრი, ეჭვი, შესაძლებელია რაღაცისგან გამოსავალს ეძებთ, ან რაღაცა ცოტა შეიძლება სტრესულ სიტუაციაში იმყოფებოდეთ. როდესაც ადამიანი ფიქრობს მომავალში, ასე ვთქვათ, როგორ დაალაგოს სიტუაციები, ურთიერთობები, მოვლენები და ბევრი კომუნიკაცია გაქვთ ხალხთან. იქნება ეს სატელეფონო კომუნიკაცია თუ პირადად. რაღაცა ამ სტილის ენერგიებში ხართ, ვისაც გეცნობათ, ვინც ამოიცანით საკუთარი თავიც და თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანიც, განაგრძეთ ნახვა. ვინც არა და რა თქმა უნდა, ასკროლეთ. რა არის თქვენს შორის ახლა ვნახოთ? თქვენს შორის რაღაც ინტრიგა ძვირფასებო, თქვენს შორის არის რაღაც სბიერება. კარგით, ამას არ ჩავუყრმავდეთ. ვნახოთ, ვისთანაც ემთხვევა, რასაკვირველია, რას ფიქრობს და საერთოდ თუ ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე. როგორ არ ფიქრობს? პირველ რიგში ის ფიქრობს, რომ ყველაფერი ხდება და მოხდება მომავალშიც მისი სიტყვის მიხედვით, როგორც თვითონ იტყვის, როგორც თვითონ ისურვებს, იმპერატორია თავისთავად და ასე ფიქრობს ის. კიდევ ის ფიქრობს, რომ თქვენ გაქვთ ძლიერი გავლენა მასზე. შესაძლებელია რაიმე გააკეთეთ თქვენ ამისათვის, რაღაც манипуляციას მიმართეთ. შესაძლებელია, არ ვიცი ხა ამისი რამდენად ჯერა და რამდენად ასე ვთქვათ ჩამოყალიბებული აქვს, მაგრამ ქვეცნობიერად ფიქრობს, რომ რაიმე ხარ გაუკეთეთ თქვენ ისეთი, რომ მიიჯაჭვეთ თქვენზე, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრს ფიქრობს თქვენთან ერთად ყოფნაზე. გასრავად ვიხსებო. განვაგრძოთ. კიდევ რას ფიქრობს ამის გარდა თქვენზე ეს ადამიანი? ფიქრობს, რომ თქვენ ხართ კარმიული პარტნიორი, მიუხედავად იმისა, რომ თავშად შეიძლება მას არ ისმის ამ სიტყვის მნიშვნელობა, თავისი სიტყვებით ფიქრობს ის, მაგალითად, თქვენ ხართ საბედისწერო ადამიანი მისთვის. თქვენ უნდა შეხვედრილიყავით აუცილებლად ერთმანეთს, ამას ფიქრობს, რომ თქვენ ხართ მისი ბედი, ასე ვთქვათ. და ის გეგმავს, ოღონდ მომავალში
თქვენთან მოსვლას და ეს მომავალი, ასე ვთქვათ, არ არის ახლოს. ჯერ. ანუ როდესაც ის გეგმავს რომ მოვიდეს თქვენთან, ეს არ არის საუშვად ერთ კვირაში და ორ კვირაში. კარგით და როდის გეგმავს აბა ვნახოთ თქვენი ადამიანი? ნუ მოდი ასე ვიტყვირბილად, ჯერჯერობით არა. რატომ არ გამოდის კონტაქტზე ეს კითხვა იმათთვის, ვის შორისაც არის დაიგნორება პარტნიორის მხრიდან. რატო არ გამოდის კონტაქტზე თქვენთან? იმიტომ რომ თქვენ ხართ შორს მისგან, თქვენ ხართ დისტანციაზე, თქვენგან ის გრძნობს სიცივეს. და რადგან გეგმებში აქვს უკვე ვნახეთ, რომ მომავალში მოვიდეს თქვენთან, როგორ წარმოუდგენია ეს მას თავის ფიქრებში? ნუ ჯერჯერობით მან უნდა დატოვოს კომფორტის ზონა, რასაც ამ მომენტში ისე ვერ ახერხებს, ან არ აკეთებს, იმიტომ რომ მას აქვს გეგმა შემუშავებული, რის შემდეგაც ის გეგმავს მოსვლას თქვენთან საჩუქრით. აი ასე წარმოუდგენია, რომ რაღაცას გჩუქნით. კარგით, თქვენ რას ფიქრობთ ამ ადამიანზე ვნახოთ? თქვენ ძალიან გიყვართ და გენატრებათ. თქვენ გენატრებათ ეს ადამიანი, თქვენ იხსენებთ იმ დროს, როდესაც იყავით ერთად, როდესაც მას შეჰყურებდით, როდესაც ის თქვენ სიხარულს განიჭებდათ თავისი ქმედებებით და როდესაც იყო მშვენიერი სიყვარული თქვენს შორის. თქვენ კი არ ფიქრობთ, თქვენ იხსენებთ, ეს უფრო არის ნოსტალგია. რა დავსვა კიდევ კითხვა არ ვიცი, ხა მოვიფიქრებ ძვირფასებო. მოდი ვნახოთ, რა შეიძლება მოხდეს თქვენს შორის 1 წლის განმავლობაში. ნუ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ დედრობითი სქესის მანდილოსანი, აქ იქნება ბრძოლა თქვენი გულის მოსაგებად, ასე ვთქვათ. ეს ადამიანი, ვინც ჩაიფიქრეთ, არის ძალიან უკმაყოფილო, ის ვერ ამჩნევს, ასე ვთქვათ, იმ სიკეთეს, რაც მიეცა თქვენი სახით და ის ფიქრობს, რომ თქვენს ცხოვრებაში არის სხვაც. ანუ ეს არ არის ჭვიანობა, ეს არის უბრალოდ ის, რომ ის თulis, რომ თქვენ ხართ ისეთი ქალი, ასე ვთქვათ, რომ ვიღაც იბრძვის თქვენი გულის მოსაგებად და შესაძლებელია არაერთი ადამიანი. ამიტომ ამითი ის არის უკმაყოფილო. ესე იგი თქვენ შორის რა შეიძლება მოხდეს? ის გადმოდგამს ნაბიჯებს და იაქტიურებს იმისათვის, რათა შეამოწმოს თქვენის გჭირდებათ თუ არა. და დაუშვათ, თუ მართლა გადმოდგამა ნაბიჯები, თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში? ესეთი არკანები ამოქმედათ ძვირფასებო, მინდა რაიმე ესეთი გითხრათ, რომ იაქტიურეთ, იმოქმედეთ, მიიღეთ, მაგრამ არ ამოდის ესეთი არკანები. აქ ამოდის ის, რომ ეს ურთიერთობა თითქოს არის დასრულებული უკვე, დაასრულეთ ურთიერთობა და არ დათანხმდეთ, რომ ურთიერთობაში იყოს ისეთი მომენტები, რომ თქვენ რაიმე სტრესი გქონდეთ, ან თქვენ იყოთ მესამე, ამას არ დათანხმდეთ ძვირფასებო. თქვენ იყავით, იცით როგორ, აი თითქოს ამ ადამიანს აჩვენოთ, რომ თქვენ არავინ ამ ეტაპზე არ გჭირდებათ, რატომ? რადგან თქვენ ისედაც სრულყოფილი ხართ თქვენ თავთან და თქვენ არ საჭიროებთ არავის არც ყურადღებას, არც ფინანსებს დაუშვათ და არც არაფერს. არც რომანტიკულ ურთიერთობას. რჩევა თქვენთვის. ნუ არჩევანის გაკეთება მაინც მოგიწევთ, იცადეთ, რომ ილუზიებში არ შეხვიდეთ. წადით ილუზიებისგან მაქსიმალურად. გისურვებთ წარმატებებს. სიყვარულში, ცხოვრებაში და ზოგადად ყველაფერში. გქონდეთ ღმერთის იმედი და
ითხოვეთ სიბრძნე, რომ